Საქსტატის წინასწარის შეფასებით 2026 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.4% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ით განისაზღვრა. თემაზე მეც გიყვებით საქმიან საღამოში. ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზარი მიმდინარე წლის 5 თვეში 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. გალტენ თაგარტის ინფორმაციით ყველაზე დიდი მოცულობის 1.387.000 ლარში დენომინირებული ობლიგაციებია. მაისის მონაცემებით ქვეყანაში თვიურ ხელფასს 1.12.440 პირი იღებდა, რაც 2026 წლის აპრილთან შედარებით უცვლელი, ხოლო 2026 წლის მაისთან შედარებით 2.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელი აქვს რამდენიმე წუთში. საღამომშვიდობის BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან საღამოს არ მოგიდგენთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბექა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქსტატის წინასწარის შეფასებით 2026 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი 5 თვის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში კერძო სექტორის აქტივობა, რაც დღეს გადამხდელი კომპანიების ბრუნვით იზომება 15.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურ წრილში თითქმის 8%-იან მატებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა თითქმის ყველა ძირითად მიმართულებაში, მათ შორის საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დაამუშავებელი მრეწველობის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების დარგებში ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია გამოიკვეთა. ქვეყნის ფინანსური მდგრადობისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მზარდი საგარეო ვალდებულებები. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით მთლიანმა საგარეო ვალმა 27.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 4 კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის 68.7%-ს შეადგენს. წლიურად საგარეო ვალი 1.6 მილიარდი დოლარით, ანუ 6.3%-ით არის გაზრდილი. ვალის სტრუქტურაში სახელმწიფო სექტორზე 11.6 მილიარდი დოლარი მოდის, სადაც ცენტრალური მთავრობის ვალდებულებები 7.1%-იან ზრდას აჩვენებს და ის შეადგენს 9.1 მილიარდ დოლარს. სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები 7.3%-ით გაიზარდა 491.8 მილიონ დოლარამდე, ხოლო ეროვნული ბანკის ვალდებულებები 6.1%-ით შემცირდა და 772.8 მილიონი დოლარი გახდა. კერძო სექტორის საგარეო ვალდებულებები ამ დროს 7%-ით გაიზარდა და 15.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ძირითადად საბანკო სექტორის ვალის ზრდით იყო განპირობებული. მაშინ როცა კომპანიათა შორისი ვალი 7.4%-ით შემცირდა და 2.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მთლიანი საგარეო ვალის 85.6% კვლავაც უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. მიუხედავად ვალის მოცულობის ზრდისა, საგარეო სექტორის ბალანსირება ნაწილობრივ გაუმჯობესდა სავალუტო ნაკადების მოძრაობის ხარჯზე 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348 მილიონ 100.000 დოლარი შეადგინა, რაც მშპ-სთან ფარდობაში 4.1%-ული პუნქტით გაუმჯობესდა და პირველი კვარტალისთვის ისტორიულ მინიმუმამდე 3.8%-ამდე შემცირდა. ეროვნული ბანკის განმარტებით დეფიციტის კლება განაპირობა იმპორტის შედარებით დაბალმა ინტენსივობამ ექსპორტთან მიმართებით, კერძოდ საქონლის ექსპორტი წლიურად თითქმის 24%-ით გაიზარდა ადგილობრივი წარმოების ხარჯზე, ხოლო იმპორტი 11.4%-ით გაიზარდა, რამაც სავაჭრო დეფიციტი მშპ-ს 18.5%-ამდე შეამცირა. გარდა ამისა, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი წლიურად გაიზარდა თითქმის 66%-ით და მშპ-ს რეკორდულ თითქმის 5%-ს მიაღწია, თუმცა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტის ფონზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდა და პირველ კვარტალში 0.5% შეადგინა, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები დარჩა მშპ-ს 3%-იანი წილით.
საგარეო სექტორიდან შემომავალი ფინანსური ნაკადების ზრდა პირდაპირ აისახება შიდა საბანკო სისტემაზე, სადაც უცხოური კაპიტალის კონცენტრაცია მზარდია. 2026 წლის მაისში ქართულ ბანკებში უცხოეთის რეზიდენტების დეპოზიტების მოცულობა 11 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 16.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და აჭარბებს რეზიდენტების დეპოზიტების ზრდის ტემპს. შედეგად, არარეზიდენტების წილმა ფიზიკური პირების მთლიან 27 მილიარდიან სადეპოზიტო პორტფელში უკვე ლამის 30%-საც კი მიაღწია, საიდანაც 74% უცხოურ ვალუტაშია განთავსებული. დეპოზიტების სტრუქტურაში კვლავაც მაღალია გეოპოლიტიკური ფაქტორებით განპირობებული კონცენტრაციის რისკი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებზე მოდის პორტფელის 37%, რასაც მოსდევს ისრაელის 9%, უკრაინა 7% და ბელარუსი 4%. საბანკო სისტემაში დაგროვილი ლიკვიდობა აქტიურად მიიმართება ეკონომიკის ცალკეული სექტორების დაფინანსებისკენ, სადაც წამყვან პოზიციაზე ენერგეტიკის დარგი ინაცვლებს. 2026 წლის მაისის მდგომარეობით ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 497 მილიონი ლარით არის გაზრდილი. რითაც აღნიშნულმა დარგმა დაფინანსების მოცულობით ტურიზმის სექტორს გადაასწრო და მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად აჭარბებს მთლიანი ბიზნეს დაკრედიტების საშუალო 12%-იან ზრდას, რაც მცირე ჰესების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების გააქტიურებით შეიძლება აიხსნას. პორტფელის ხარისხის თვალსაზრისით ენერგეტიკის სექტორი ვადაგადაცილების უკიდურესად დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა 3.4 მილიარდიანი პორტფელიდან პრობლემური მხოლოდ 0.2 მილიონი ლარის ესხები, ანუ მთლიანი პორტფელის 0.1%. მთავრობის განკარგულებით განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან 106.530 ლარი გამოიყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისთვის და მასწავლებელთა STEM ბანაკის შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. აღნიშნული არასამეწარმეო იურიდიული პირი 2019 წელს არის დაფუძნებული, ხოლო მის დამფუძნებელთა შორის არის ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი ქართო. BMC კვლევითი ცენტრის მონაცემით 2026 წლის მაისში თვიურ ხელფასს 1.12.440 პირი იღებდა, რაც აპრილთან შედარებით სტაბილურია, ხოლო 2025 წლის მაისთან შედარებით 2.1%-ით არის გაზრდილი. ხელფასების მოცულობის მიხედვით დასაქმებულთა 3%-ს, ანუ 114.405 ადამიანს ანაზღაურება 0-დან 600 ლარამდე აქვს. 18%-ს, ანუ 182.000-ზე მეტ ადამიანს 600-დან 1200 ლარამდე, ხოლო 35%-ს 354.354 ადამიანს 1200-დან 2400 ლარამდე. მაღალ ანაზღაურებად სეგმენტში 2400 ლარზე მეტი შემოსავლის დასაქმებულთა 35.8%-ია, რაც წინა თვესთან შედარებით 0.9%-ული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო 9600 ლარზე მეტ ხელფასს დასაქმებულთა მხოლოდ 3.1%, ანუ 31385 პირი იღებდა, რაც აჩვენებს, რომ სამუშაო ძალის უდიდესი ნაწილი კვლავ დაბალი და საშუალო შემოსავლის კატეგორიაში რჩება. ვაგრძელებთ გადაცემას საფონდო ბაზრების მიმოხილვით. პირველ რიგში გამვლელი სავაჭრო სესია უნდა შევაჯამოთ, რომელიც ძალიან პოზიტიური იყო ამერიკული ბაზრისათვის. ჩვენ საშუალოდ 1.5%-იანი ზრდა ვიხილეთ, განსაკუთრებით კარგი შედეგი ჰქონდა NASDAQ-ის ინდექსი, ისლამის 2%-ით გაიზარდა და დღესაც ზრდის ეს საკმაოდ პოზიტიური და დინამიკური ტენდენცია გრძელდება. მოკლედ ეს კვირა ჯერჯერობით ფანტასტიკურად იწყება და მიმდინარეობს. S&P 500 აჩვენებს ამ ეტაპზე +0.68%, Dow Jones-ი არის გაზრდილი 0.22%-ით, NASDAQ-ი კი დამატებით 1.28%-ით გაიზარდა. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯერჯერობით არა ვართ რეკორდებზე, დაახლოებით 3.9%-იანი ზრდა გვჭირდება, კიდევ დამატებით იმისათვის, რომ თვის დასაწყისში დაფიქსირებული რეკორდები მოხსნათ, რადგანაც მოგეხსენებათ, თვის შუა რიცხვებში იყო საკმაოდ მკვეთრი კორექციები, რაც ძირითადად SpaceX-ის IPO-სთან, Kevin Walsh-ის გამოჩენასთან და ირანთან არსებული გაურკვევლობის, ასე ვთქვათ, გამწვავებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამჟამად ისევ და ისევ უბრუნდებით აღმასრულის ტრაექტორიას და პრინციპში თუ მაკრო მოცემულობას დავაკვირდებით, ამ ასე ვთქვათ, ტენდენციის შეჩერების მიზეზები ჯერჯერობით ბაზარზე უბრალოდ არ ჩანს. დავუბრუნდეთ ახლა უკვე ტექ გიგანტებს, კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტ კაპიტალს იზიდავდნენ. მოკლედ, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, დიდი შვიდეული დაბრუნდა. დაბრუნდა ძალიან ხმაურიანად, როგორც ხედავთ, ლამის ყოველი მათგანი დღეს
გაზრდილია Nvidia plus 1.9% საჩვენებს, Google plus 1%, ის საერთოდ Dow Jones-ის ინდექსშიც კი შევიდა ამასობაში, Apple-იც იზრდება 2%-ზე მეტით, TSMC 3% აქვს და როგორც ხედავთ, SpaceX-იც კი გაიზარდა დღეს 3.40%-ით და ჯამში ძალიან პოზიტიური განწყობა არის ბაზარზე, როგორც მოგახსენეთ, კაპიტალი უბრუნდება ბრწყინვალე 7-ს თუ ბრწყინვალე 10-ს, რადგანაც უკვე ამ კომპანიების რაოდენობაც გაიზარდა აგერ-აგერ მე-11 ადგილზე უკვე Samsung-იც კი ამოვიდა, მაგრამ ეს არსებითად აცვლის მოცემულობას, აი ამ ტექ გიგანტების მიმართ ინტერესი რჩება კვლავ ძალიან მაღალი. გადავიდეთ ახლა უკვე ევროპაში, იქაც პოზიტიური დინამიკა აქვს, სხვათა შორის ევროპული ინდექსი უკვე რეკორდულ ზონას უახლოვდება და მატება გვაქვს დღეს 0.88%. შანხაიც გაიზარდა, მან 0.5%-იანი მატება აჩვენა, ხოლო ნიკეის ინდექსმა, როგორც ხედავთ, დააფიქსირა პლუს 0.85%. მოკლედ, დღეს ყველგან იყო ძალიან პოზიტიური დინამიკა, ამის ფონზე ნავთობიც კი გაიაფთა, ესეც დამატებით კარგი კატალიზატორი ბაზრისათვის, ბრენტი ჩამოვიდა $63-მდე, WTI-ის ფასი კი ჩამოწდა $70, როგორც ხედავთ, საკმაოდ მკვეთრად 24%-ით არის გაუფასურებული უკვე ნავთობი ერთ თვიან პერიოდში. გადავიდეთ ოქროსა და ვერცხლზე. მათი ღირებულება დღეს ძალიან მცირედით არის გაზრდილი და ოქროს ფასი ისევ და ისევ შეადგენს $4029, ვერცხლის კი $60. მოკლედ, ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებს არც აღმასვლა შველით და არც დაღმასვლა ორთავე აქტივი პრინციპში არის გაჭედილი ერთ საფასო დიაპაზონში და არ იზრვის არც იქით და არც აქით. ამის ყველაზე კარგი დასტური ის არის, რომ ერთ თვიან პერიოდში ოქრო არის გაუფასურებული 10%, ვერცხლი კი 20%-ით. კრიპტოზე გადავიდეთ, აქაც არა გვაქვს სხვათა შორის ფლად სახარბიელოდ საქმე, 2%-ითაა შემცირებული ბაზრის შეფასება და ის შეადგენს $2.1 ტრილიონ. ბიტკოინი დაეცა დღეს სხვათა შორის უკვე $58,000-მდე, ხოლო ეთერიუმის ფასი არის $1,500 ფარგლებში. კაპიტალიზაციას რაც შეეხება, $188 მილიარდი გვაქვს ჩვენ ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1.79 მილიარდი. აქვე კი ტრადიციულად გეტყვით იმასაც, რომ თუ ბიტკოინს გსურთ, ბიტკოინის ეთერიუმის ნასყვანი, მის მიერ კრიპტოაქტივის შეძენა შეგიძლიათ მემართოთ CoinManias, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული კრიპტობირჟა, სადაც უკვე 1000-ზე მეტი სხვადასხვა კრიპტოაქტივი არის ხელმისაწვდომი, მათ შორის რა თქმა უნდა ეს მსხვილი და ძალიან ცნობილი კრიპტოაქტივებიც. გადავიდეთ უკვე ლონდონში. აქ გვაქვს პოზიტიური შედეგები, 2%-ით არის გაზრდილი, როგორც ხედავთ, საქართველოს ბანკის აქციები, TBC-სთან კი კორექცია არის -0.73%. ეროვნულ ვალუტასაც შეეხება, მისი კურსი დოლართან არის 2.64, ევროსთან 3.01, ანუ დიდი ცვლილებები არ ქონია, ხოლო სტერლინგის კურსი არის 3.59. მოკლედ, აი ასეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ჩვენ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, ხოლო საქმეების საღამოს დასრულების შემდეგ თქვენ წინგელი თელარგელანდია საავტორო გადაცემა წერტილი, რომლის ანონსაც სწორედ ახლა გაგაცნობთ. გენერაციის შეზღუდვები გადაიქცა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მთავარ შემოფერხებელ ფაქტორად. ენერგეტიკოსის შეფასებით, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა სტრუქტურული კრიზისის წინაშეა. როგორ აზარალებს გენერაციის შეზღუდვები საინვესტიციო გარემოს, რატომ ვერ გადაჭრის კრიზისს მხოლოდ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა და რა ნაბიჯებია გადასათქმელი დღესვე, რათა არ დაიკარგოს ინვესტიციები და არ გაუარესდეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა ანალიზით და რეკომენდაციებით წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. რა არის El Niño და რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას მან ჩვენ, როგორც ამ პლანეტის და ამ ქვეყნის მოსახლეებს. დღეს ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, დეტალურად განვიხილავთ როგორც თავად ამ კლიმატურ ფენომენს, ისე მის მიერ გამოწვეულ რეალურ უარყოფით შედეგებს და იმ რისკებს, რასაც ექსპერტები სამომავლოდ ხედავენ. მოკლედ, ცვლად El Niño-ზე სასაუბრო დერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება ერეკლე საღამომშვიდობის. ეკა საღამომშვიდობისა და მიესალმები მაყურებელს. ბოლო დღეებში, კვირებსა თუ თვეებში ეს სახელი El Niño ალბათ ყველა ჩვენგანს მოხდა ყურში. ვიგებთ, რომ ის კარგს არაფერს გვიქადის და გვესმის ამბებიც, რომ მის გამო გარდაცვლილთა რაოდენობაც იზრდება. ამიტომ საუბარი სწორედ მისი დახასიათებით უნდა დავიწყოთ. თავად El Niño ბუნებრივი კლიმატური ფენომენია, ბუნებრივი, რომელიც ყოველ 2-7 წელიწადში ერთხელ მეორდება. ეს უძველესი მოვლენა, რომელიც პირველად პერუელმა მეთევზეებმა 1600-იან წლებში შეამჩნიეს,
აქტიურდება მაშინ, როდესაც გლობალური პასატური ქარები სუსტდება ან მიმართულებას იცვლის. ეს ატმოსფერული ცვლილება კი თბილ ზედაპირულ წყლებს საშუალებას აძლევს აღმოსავლეთისკენ წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტროპიკულ ნაწილებში გადაადგილდეს. მოკლედ და უფრო მარტივად რომ გითხრათ, თავისთავად მასში საშიში არაფერია, რადგან ის საუკუნეებია არსებობს, თუმცა პრობლემა, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, თავად ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანები ვქმნით, რადგან გარემოზე მავნე ზემოქმედებით და გლობალური დათბობის ტემპების დაჩქარებით თავად ვაქციეთ ბუნებრივი მოვლენა საფრთხედ. საფრთხედ, რომლის გამოც ეკვატორზე ზღვის ზედაპირის ტემპერატურა ისტორიულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით უკვე 2 გრადუსით ან მეტითაა გაზრდილი და განაპირობებს კიდეც იმ გაუსაცლელ სიცხეებს, რამაც მთელი ევროპა უკვე მოიცვა. ბოლოს, როცა ელ ნინიომ პლანეტაზე ცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნა, 2015 წელი იდგა. მაშინ ამ კლიმატურმა ფენომენმა ძალიან მძიმე გავლენა 60 მილიონ ადამიანზე იქონია და 23 სხვადასხვა ქვეყანაში 5 მილიარდი დოლარის ზარალი მოიტანა. თუმცა, ამჟამინდელ მოცემულობას ექსპერტები გაცილებით უფრო საშიშად მიიჩნევენ, რადგან მის გამო გამოწვეულმა სიცხის ტალღამ უკვე ჩააგდო მძიმე ვითარებაში 150 მილიონზე მეტი ევროპელი, რომელთაც ყოველდღიურად ექსტრემალურ სიცხესთან უწევთ გამკლავება. ზოგი გაუმკლავდა და ზოგიც ვერ. 2026 წლის 21 ივნისის მონაცემებით ევროპაში უკვე 1300-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის გამომწვევის სწორედ ეს ანომალია გახდა. ევროპულ დედაქალაქებში უკვე აქტიურად დაიწყო რეკომენდაციების გაცემა ღია სივრცეში მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე დიდი საფრთხე მაინც სასოფლო-სამეურნეო სექტორს ემუქრება, რადგან არასაკმარისი მოსავალი ევროპას მძიმე ეკონომიკურ ზარალს მოუტანს. ამ მხრივ კონკრეტული პროგნოზების გაშღერება ჯერ ვერ ხერხდება, რადგან ისევაც უცნობია რა მასშტაბებს მიაღწევს ელ ნინიო. სამაგიეროდ პროგნოზებს ვეცნობით წმინდად სამეცნიერო თვალსაზრისით, რომელთა თანახმადაც ეს კლიმატური ფენომენი მალე გლობალურ ტემპერატურას დამატებით 0.2 გრადუსით გაზრდის. ანუ ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა უკვე 1.7 გრადუსი იქნება. ეს კი ცხადია კიდევ უფრო დიდ გვალვებს, კიდევ უფრო დიდ წყალდიდობებს, ხანძრებს, კიდევ უფრო ნაკლებ ადეკვატურ ამინდებსა და კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ გამოწვევას შექმნის. რადგან თუ სურსათის მიწოდების ჯაჭვები შეიზღუდა, ეს ყველა ჩვენგანის კალათასა და შემდგომ ჯიბეს დაეთყობა. ელ ნინიო ცალკე პრობლემა იქნება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისთვის, მონაცემთა ცენტრებისა თუ ქარხნებისთვის, რომელთათვისაც ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება, რაც თავის მხრივ გამართულ კავშირგაბმულობაზე, მდინარის აუზებში წყლის დაბალანსებულ რაოდენობასა თუ უბრალოდ სტაბილურ კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ექსპერტები მოელიან, რომ ელ ნინიო პიკს 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის თებერვლამდე პერიოდში მიაღწევს და მაშინ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისის სულ მცირე 7 სახელმწიფო მოექცევა. როგორი იქნება ვითარება საქართველოში? ამის თქმა ჯერ რთულია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კლიმატური გამოწვევა პრობლემას ჩვენ შეგვიქმნის, განსაკუთრებით კი თბილისსა და კოლხეთის დაბლობზე. არსებობს მაღალი რისკიც, რომ მკვეთრად გაიზრდება წყალდიდობები. ამჟამად შეგვიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ის დარტყმა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მიადგება, ჩვენთან განსაკუთრებით მძიმე არ იქნება. თუმცა გადაჭრით არაფრის თქმა შეგვიძლია იმის გარდა, რომ ელ ნინიო ჩვენს გვიახლოვდება და რომ ის ამ ზაფხულს ნამდვილად დაგვამახსოვრებს თავს. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import. სოფლიოში განვითარებული მოვლენებით გავაგრძელოთ საქმე საღამო და დავიწყოთ ამერიკის შეერთებული შტატებით, სადაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დონალდ ტრამპის კიდევ ერთი სარჩელი, ასე ვთქვათ, დაბლოკა და პრინციპში წაგებულად გამოაშორა. ამ შემთხვევაში, ხო? მეოთხე დავა წააგო. სარჩელი ეხებოდა ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს და მოქალაქეების ავტომატურად მიღების შეზღუდვას. ეს შეზღუდვა დონალდ ტრამპმა პრინციპში პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველივე დღეს ამოქმედა, თუმცა ის ძალაში ამ დრომდე არ იყო შესული, რადგან შემდეგ სასამართლოები იყო, თუმცა ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ დღევანდელი დღიდან ვითარება ასეთია, რომ პრაქტიკულად არა, ხო, პრაქტიკულად დასრულებულია მოკეთ ამ საქმეზე დავა. უმაღლესმა ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება და სარჩელს ახლა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უბრალოდ ვერსად ვეღარ შეიტანს. უწყებენ, რასაც ეთქვის სასამართლო. ხო, აღსრულებულია კონსტიტუციის ის მუხლი ძალაშია და მოკეთ შეზღუდვა მასზე აღარ მოქმედებს. უწყებენ პრეზიდენტის საიმიგრაციო ბრძანება დაბლოკა საბოლოოდ და ამერიკულ მიწაზე დაბადებული პირებისთვის
კონსტიტუციის მე-14 შესწორება არის ძალაში დატოვებული. განცხადებაც ასე ვთქვათ გააკეთა, რა თქმა უნდა, მოსამართლემ ჯონ რობერტსონმა არ არსებობდა არავითარი რეალური მიზეზი, რატომაც უნდა გაგვეთვალისწინებინა პრეზიდენტის მოთხოვნა, ასეთი იყო სასამართლოს მთავარი მოსამართლის განმარტება. როგორც ამერიკული მედია წერს, სასამართლოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ტრამპისთვის კიდევ ერთი პოლიტიკური მარცხია, შენახსენე წაგებული დავები და იყოლებით 4 ხო, რამდენიმე თვის წინ მაგათ იყო ისიც, რომ უზენაესმა სასამართლო პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკაც დაბლოკა და ამ შემდეგ მოკლედ ტრამპი წარმატებული სასამართლო დავებში ბოლო პერიოდში არ არის. დონალდ ტრამპმა 20 იანვარს მიიღო, როგორც გითხარით, ეს გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ ვიზის არ მქონე და არალეგალურად ასე ვთქვათ მოხვედრილ ადამიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც შვილი უჩნდებოდათ, მათ აღარ შეეძლოთ შვილს, უბრალოდ ბავშვს არ შეეძლო ამერიკის მოქალაქეობის მიღება. ორგანიზაცია ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა ბრძანებულება სასამართლოში ეგრევე გაასაჩივრა და 2025 წლის განმავლობაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილვები მიმდინარეობდა და ყველა ქვედა ინსტანციის სასამართლო გაიარა, ყველგან ასე ვთქვათ დაკმაყოფილდა მათი სარჩელი, ანუ შეზღუდვა ვერ ამოქმედდა და საბოლოოდ ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს მიმართა და უზენაეს სასამართლოშიც მოკლედ დავა არის წაგებული, შესაბამისად, როგორც ვახსენეთ, არანაირი გაგრძელება ამ საქმეს არ ექნება. კიდევ ერთი მარცხი პოლიტიკური და სამართლებრივი, თუმცა მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ გამარჯვება ადამიანებისთვის, ვინც რეალურად დაიბადნენ ამერიკაში. ხო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები და ზოგადად, რა ვიცი, ესეთი ადამიანებზე ნაწილობრივ დიდად დამოკიდებული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენ რო რაღაცა მილიარდერებიდან დემოგრაფიულ კრიზისზე, ხო, მიგრანტია და რო ვსაუბრობ დემოგრაფიულ კრიზისზე, სამუშაო ძალის შეზღუდვაზე და სამოქალაქო ბაზრის შემცირებაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს ყველაზე ნაკლებად ემუქრება. არა იმიტომ, რომ ეგ შობადობა არის მაღალი. სხვა ტიპის პოლიტიკური მიდგომა კონსტიტუციაში სხვა რამ წერია და შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ სამუშაო ძალის დეფიციტი და სამოხმარო ბაზრის კლება, ასე ვთქვათ, ყველაზე ნაკლებად ეხებათ განსხვავებით ვთქვათ აზიური ქვეყნებისგან. ხო, არც ტვინების დეფიციტი არ ექნება და არასოდეს, რადგანაც დედამიწის ყველა განათლებული თუ ნიჭიერი ახალგაზრდა ფიქრობს და ოცნებობს ამერიკაში წასვლაზე და იქ შემდეგ წარმატების მიღწევაზე, რაც მათ პრინციპში გამოსდით კიდეც ამისი დასტური სწორედ მილიარდერების რეიტინგია, სადაც ძალიან ბევრი ამერიკაში გამდიდრებული არა ამერიკელია, მათ შორის პლანეტის ყველაზე დიდარი ადამიანი ილონ მასკი, რომელიც არის სამხრეთ აფრიკიდან წარმოშობით, მაგრამ ამერიკაში შოვა ყველაფერი რაც იშოვა. მოდი, გავაგრძელოთ ტრამპის თემატიკა, მოკლედ ტრამპმა დიდი სამბით გაგზავნა სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და თავისი სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი კატარში, დოჰაში, კერძოდ, რათა ისინი შეხვედრილიყვნენ ირანულ მხარეს და გუშინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ დღეს თავარი მოვლენა იქნებოდა ეს მოლაპარაკებები, რომელიც არ შედგა. არ შედგა ეს მარტივად. ირანი იყო მართალი ესე. როგორც ჩანს, ირანული მხარე, როდესაც ამბობდა, რომ არანაირი მოლაპარაკება ჩვენ დაგეგმილი არ აგვაქვს, ეს ყოფილა სიმართლე და ეს უკვე კატარმაც დაადასტურა, მათი თქმით, მართლაც არანაირი მოლაპარაკებები არ შემდგარა. ჩავიდნენ და იქნებაო მოლაპარაკებები, მაგრამ დღეს არაო. შეიძლება ხვალ იყოს ან ზეგ, მაგრამ რაღაც გადაიდო, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ჟესტი, შეიძლება ეს იყოს ტექნიკური საჭიროებებიდან გამომდინარე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ დღეს არაფერი იქ არსებითი და მნიშვნელოვანი არ მოხდარა. საერთოდ რატომ ჩავიდნენ ეს ადამიანები დოჰაში, ესეც არის საინტერესო. ამის პასუხი არის ორგვარი. პირველ ნაწილში, რასაც საჯაროდ ამბობენ, ის არის, რომ უნდა განიხილონ ირანისთვის სანქციების შემსუბუქების საკითხი და ასევე გაყინული თანხების უკან დაბრუნების საკითხი, მოგეხსენებათ, ირანმა უნდა მიიღოს თავისი გაყინული ფული, რომელიც დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. ის თანხები, რაც დასახელდა, მათ ამერიკა არ იხდის. ეს ირანის საკუთრება იყო, რომელიც უბრალოდ გაუყინეს და ჩამოართვეს დროები და აი მას დაუბრუნებენ უკან. და ასევე არის მეორე საკითხი. ეს მეორე საკითხი არის დაკავშირებული შაბათ-კვირის მოვლენებთან, რომელიც დავივიწყეთ ყველა. შაბათ-კვირას ამ მხარებად ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთს. კი, ორდღიანი ომი იყო.
ცეცხლი გაუხსნეს ჩვეულებრივად, სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობდა, კი ვიკენდის ომი იყო, ტრამპზე ისიც კითხეს, რომ ის არისო ვიკენდის მებრძოლი. რადგანაც ბირჟა როდესაც დახურულია, მხოლოდ მაშინ იბრძვის, ბირჟა როგორც კი გაიხსნება, მყისიერად მშვიდობას ამყარებს. აი, ეს ამბავიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ეს დაგეგმილი შეხვედრა შემდეგ შუაგზაში შეიცვალა და მივიღეთ ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს. მოკლედ, ხელჩასაჭრელი არაფერი აქ არ არის. ეს მშვიდობა არის უკიდურესად ყიფე და არ არის გამორიცხული, რომ ამ შაბათკვირასაც ისევ დაუბრუნდნენ მხარეები ერთმანეთის მოკითხვას სხვადასხვა მეთოდებით, მოკლედ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით წერტილის დასმა არის ძალიან რთული. ხელმოსაჭიდი ამბები არის უკრაინისათვის, ამ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე, იერიშების ინტენსიური იერიშების შედეგად იქ მოსახლეობის და ხელისუფლების შეშფოთება იზრდება. ეს 40 დღიანი ასე ვთქვათ გეგმა, რომელმაც გამოჟონა რომ არსებობს, მოკლედ წარმატებით მიმდინარეობს, შეგვიძლია ასე ვთქვათ. Washington Post-ის ცნობით ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე კვირაში საგანგებო თათბირიც გამართა, რაც 15-21 ივნისის პერიოდში ბენზინის წარმოების 25% შემცირებას და ასევე ათეულობით რეგიონშია კვოტების დაწესებას ეხებოდა და დაზიანებულია ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურა ყირიმშიც და მოსახლეობამ საკვების და გადაადგილების პრობლემის გამო არის პანიკაში და სავარაუდოდ ამ საკითხებსაც შეეხებოდა მოკლედ საგანგებო თათბირი. ინტერვიუც ჰქონდა ვლადიმერ პუტინს ამასთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენ საქმიან საღამოში ვისაუბრეთ, ვერ გამოიყურებოდა ასე ვთქვათ მაინც და მაინც მხნეთ, განცხადებას კი აკეთებდა ოპტიმისტურს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეალობა სხვა რამეს გვიჩვენებს, რომელიც ვრცელდება მათ შორის ვიდეო კადრების საშუალებით და ამის გადამოწმება წერილობითი წყაროებით არ არის რთული. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გეოპოლიტიკური კრიზისთან ერთად რუსეთის ფინანსური სტაბილურობაც მკვეთრად უარესდება. ირანსა და ამერიკას შორის თუნდაც ეს მყიფე მშვიდობა გარანტია იმის დღეს, რომ ნავთობის ფასები არის საკმაოდ შემცირებული და ურალსი $50-ზეა შემცირებული და შესაბამისად აქედან გამომდინარე ბიუჯეტის დეფიციტი რუსეთში უნდა იყოს მზარდი და $83 მილიარდი უკვე ბიუჯეტის დეფიციტი. რაც რა თქმა უნდა აჭარბებს ორჯერ გასული წლის მონაცემებს და გეგმა რაც ჰქონდათ 48 მილიარდი იმასაც უკვე დიდი ხანია გადააჭარბა ხო. ჩაუწუილეს კარგად ხანია. მთავრობა ბიუჯეტის პაკეტის ცვლილებების ასე ვთქვათ შეტანას გეგმავს და შეიტანა, რაც ფინანსთა სამინისტროს პარლამენტის ნებართვის გარეშე დამატებით სახსრების მოზიდვის და დახარჯვის უფლებასაც აძლევს, მოკლედ დიდ რისკებზე მიდიან უკვე რუსეთის ხელისუფლებაში, ასევე ბიზნესმენები არიან შეშფოთებულები რუსეთში, რადგან არსებული ვითარების ფონზე, როდესაც კეთილდღეობის ფონდი, რომელიც რუსეთში არსებობს, ისიც რაღაც ამოწურვად რეჟიმშია, შიშობენ იქ ადამიანები, რომ შეიძლება მთავრობამ მიღმა კეთილდღეობის ფონდისა საპენსიო დანაზოგებიდანაც დაიწყოს სახსრების ხარჯვა, რაც კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ზოგადად რუსეთის ეკონომიკისთვის და არ ამგონია, რომ საწვავზე ნაკლები უკმაყოფილება ამან რუსეთის მოქალაქეებში გამოიწვიოს. ანალიტიკოსების შეფასება საინტერესოა, რომ კრემლის მიერ პრობლემების უგულებელყოფა კრიზისს მხოლოდ აძლიერებს და ამის მაგალითი არის სამხედრო უწყებები, რომელთაც ვერ შეძლეს უკრაინის სამხედრო ძალის პროგნოზირება, ვერ შეძლეს სტრატეგიული ობიექტების დაცვა თავდაცვის სისტემებმა. თუმცა ანალიტიკოსები მაინც ფიქრობენ, რომ ეს ვითარება არ უბიძგებს ესე პირდაპირ პუტინს, რომ რაღაც დათმობებზე წავიდეს მიმდინარე პერიოდში, მაგრამ იმედია, რომ ამის დროც მოვა და მთავარი წნეხი ალბათ შიდა სახელმწიფოებრივი იქნება იმის, რომ გარკვეული დათმობები. მათ შორის ბიზნეს ელიტის მხრიდან, რომელთაც შეშფოთება ჯერჯერობით უკვე სახეზე ეტყობათ და იმედი მაქვს მალე საქციელში. ანუ ამბობენ რომ მიცი რა არის, კი ვითარება რთულია, მაგრამ კონტროლირებადი, არ ვიცი, მე რა კადრებიც ვნახე, კონტროლირებადი ვითარება არის, ხო, საბურავების დაჭრა და ყოცვაჟლეტა და ხელჩართული ჩხუბი. ბენზინისთვის ბრძოლა. ბენზინის რიგზე და ვიღაცები დააკავეს იქ რაღაც ამყიდნენ, ეთყობა, ხო, რუსეთია იჩალიჩეს მოიპარეს ორი ცისტერნა და იქ ძვირად ყიდნენ და მოკლედ ირკუტსკში დიდი ამბები იყო. მოდი გადავიდეთ იაპონიაში, საკმაოდ შორს წავიდეთ ახლა დედამიწის მეორე ბოლოში, სადაც პრობლემა აქვს. პრობლემა ის აქვს, რომ ეროვნული ვალუტა გააუფასურდათ უკიდურესად მკვეთრად 1986 წლის შემდეგ იაპონური იენი ასეთი გაუფასურებული არ ყოფილა. $1 ახლა უდრის 162 იენს, ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ეს ძალიან განვითარებული და ეკონომიკურად შესანიშნავად რომ გამოიყურება ეგეთი ქვეყანა, მაგრამ ხშირად ვალუტა
კავშირში არ არის ეკონომიკურ მდგომარეობასთან და საერთოდ სხვა განზომილებაში იმყოფება და ამიტომაც არის ვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ინდიკატორი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა. მოკლედ რა სჭირს ახლა იენს? იენს ის სჭირს, რომ იაპონური განაკვეთი არის იმდენად დაბალი, რომ იქ ინვესტორებს თანხის ჩადება აღარ უნდათ. ინვესტორებს ურჩევნიათ, რომ კაპიტალი გადაიტანონ დოლარში, ევროში, ან სხვა ნებისმიერ ვალუტაში, რომელსაც უფრო მაღალი საპროცენტო ამონაგები აქვს და ამჟამად არ არის მიმზიდველი უბრალოდ იაპონურ ობლიგაციებში თანხის დაბადება, ეს კი რა თქმა უნდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს. გაუფასურებული ვალუტით რა თქმა უნდა სავაჭრო ბალანსი მთლად ისეთი კარგი აღარ არის, როგორიც უნდა იყოს და ამავდროულად მოქალაქეებში იზრდება შეშფოთება იმისა, რომ მათ გაუძვირდებათ ცხოვრება, რაც სიმართლეა, გაუძვირდებათ. მართლაც, რადგან ზედმეტად გაუფასურებული ვალუტა კარგი როგორც წესი არასოდეს არ არის. ვალუტას უხდება ყოველთვის სტაბილურობა და არც მკვეთრი გაუფასურება. ამის ფონზე არ არის გამორიცხული ცენტრალურმა ბანკმა გააძლიეროს ინტერვენციები დოლარის შესყიდვები მაგალითად და ამ გზით ეცადოს რაღაცნაირად რეზერვის გამოყენებას, მაგალითად ჩაუშვას გასაყიდად ვალუტა და შემდეგ ამითი გაუფასუროს დოლარი და გაიმყაროს თავი, მინიმუმ ეს ინტერვენცია შეუძლიათ. ასევე შეუძლიათ ინტერვენცია განახორციელონ საერთაშორისო ინვესტორების გავლით და მათ სთხოვონ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელება, უფრო მარტივია თავი არაითიონ და პირდაპირ გაზარდონ რეფინანსირების განაკვეთი 1%-ზე უფრო მაღლა. მოკლედ, რა დრომდე მოვედით, იყო დრო 2 წლის წინ იაპონიას განაკვეთი ჰქონდა მინუსი, სადაც ძალიან დაბალი იყო განაკვეთი და დღეს უკვე 1%-აც და მასზე მეტი უნდა გახდეს. ჩემპიონატიდანაც გამოვარდნენ ბრაზილიასთან 2010 მარტის შემდეგ და ესეთი ძიმე არასათანადო მოსახლეობისთვის კი ბატონო, თუმცა პლეი-ოფში ითამაშეს და ეს კარგი ამბავია, მადლობა იაპონელებს, რომ ბრაზილიის გარეშე არ დაგტოვეს სოფლიოს ჩემპიონატზე პარაგუელებისგან განსხვავებით, რომლებმაც გერმანიის გარეშე დაგტოვეს მიმდინარე სოფლიოს ჩემპიონატზე. სოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. Space Group-ის გენერალური დირექტორის ირაკლი თათეიშვილის თქმით, ფოთის ნავსადგურის განვითარების პროექტის მეორე ფაზა 2027 წლის ბოლოს დასრულდება. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა. შენებლობის სექტორში ზრდის ნაცვლად შემცირება. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად ეკონომიკის ყველა დარგში ზრდა ფიქსირდება, ერთადერთ გამონაკლის მშენებლობა წარმოადგენს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 2026 წლის მაისში სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 2631 პირის მიმართ დაიწყო. დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ტრადიციულად თბილისშია 953 პირი. გლობალურ ბიზნესზე უნდა ვისაუბროთ და ორიოდე სიტყვა ვთქვათ, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენსა და ინვესტორზე, ეს არის უორენ ბაფეტი, რომელიც წარმატებულ ინვესტორთან ერთად ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული ქველმოქმედი პლანეტაზე. ბაფეტზე მეტი შემოწირულობა პრინციპში ისტორიაში არავის გაუღია და ეს ადამიანი აპირებს, რომ სიკვდილის შემდეგ თავისი ქონების 99.9% გასცეს ქველმოქმედებისათვის. თუ აქამდე პრინციპში ვიცოდით, სადაც წავიდოდა ეს ფული, წავიდოდა ბილ და მელინდა გეიცების ფონდში, ახლა შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს და გეიცების ფონდში ეს ფული არ წავიდეს, რადგანაც ბაფეტმა ბოლო 20 წლეულების განმავლობაში პირველად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გეიცების ფონდში ფული არ ჩარიცხოს. აი ესეთი რაღაცა ხდება. რატომ მიიღო 95 წლის ინვესტორმა ეს გადაწყვეტილება და წელს როდესაც უკვე უწევდა ჩარიცხვა, არ გააგზავნა ჩეკი. რა მოელანდა უხდება? აი რა მოელანდა. მოელანდა ის, რომ ბატონი ბილ გეიცი არის ეპშტინის ფაილებში. და მან ამისათვის ბოდიშიც მოიხადა და აღიარა კიდეც, რომ იყო მასთან დაკავშირებული, კონსულზეც იმყოფებოდა და იქ სხვადასხვა აქტივობებითაც კავდებოდა. ეს კი ბაფეტს არ მოეწონა. მისი თქმით, მისთვის მიუღებელია ისეთ ფონდთან ასოცირება და ისეთ ადამიანთან საქმის დაჭერა, რომელიც შეიძლება ფიგურირებდეს ეპშტინის ფაილებში. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავი სია, რაც კი ოდესმე გამოქვეყნებულა კაცობრიობის ისტორიაში და ამის ფონზე ბაფეტი ძალიან პატიოსნად ამბობს შემდეგ რამეს, რომ ის მეგობრობასაც გვერდზე გადადებს და სანამ გამოძიება არ დასრულდება და სასამართლო არ დაადგენს რა და როგორ იყო, იქამდე არც ბერკშირ ჰეთუეი და არც ბაფეტი გეიცების ფონდში ფულს აღარ ჩარიცხავენ. ამასთან ერთად ბაფეტი იმდენად პრინციპული ადამიანია, რომ თავის მეგობართან, ბილ გეიცთან გაწყვიტა კიდეც ურთიერთობა და კომუნიკაცია და მან თქვა, რომ სანამ ეს ამბავი არ გაერკვევა, იქამდე ის გეიცთან ლაპარაკსაც კი არ აპირებს. მოკლედ, აი ასეთი
პატიოსანი და უკიდურესად პრინციპული ადამიანი არის ბატონი სპექტაკლი ფონდი რო დავაფუძნოთ გიორგი და იქ რო გადმოგეცეს. ხოთ ბატონ ვორენს ჩარიცხა, ხო? არ იქნებოდა ურიგო მინდა გითხრა. კარგი, Walt Disney-ით გავაგზავნოთ. Walt Disney კომპანია თითქმის 50 მილიონიანი კომპენსაციის გადახდაზე არის თანახმა. და ეს გადაწყვეტილება კოლექტიურ სასამართლო დავას უკავშირდება, რომლის მიხედვით კომპანია სტრიმინგ პლატფორმებზე სააბონენტო ფასის ხელოვნურ ზრდაში არის დადანაშაულებული. როგორც გაირკვა სასამართლო დავა 2022 წელს YouTube TV-ს გამომწერებმა დაიწყეს, კოჩო გამხალხს. მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ Disney-მ საკუთარი პოპულარული არხების, მათ შორის ESPN-ის და Hulu-ს კონტროლი სტრიმინგის ბაზარზე ფასების კარნახისთვის გამოიყენა. კერძოდ კომპანია პლატფორმებს ავალდებულებდა, რომ ESPN-ის საბაზისო პაკეტი ჩაერთოთ და არ აძლევდა საშუალებას მომხმარებელს, რომ სხვა უფრო დაბალფასიანი ალტერნატივები შეერჩიათ. საყურადღებოა, რომ Disney ბრალდებას უარყოფს და შეთანხმებას პასუხისმგებლობის აღების გარეშე დათანხმდა. ანუ 50 მილიონს გადაიხდის. მაგრამ არ აღიარებს დანაშაულს. დანაშაულს არ აღიარებს და პასუხისმგებლობას არ აიღებს. ამასთან კომპანია პირობა დადო, რომ მომავალში დისტრიბუტორებთან მოლაპარაკებებისას ESPN-ის გარეშე შედარებით მცირე, ასე ვთქვათ, საარხო პაკეტების შექმნის საშუალებასაც განიხილავს. ასევე უნდა ვთქვათ, რომ კომპენსაციის ფონდიდან თანხის მიღების უფლება ვის ექნება, ხო უნდა გავარკვიოთ, ჩვენ არ გვექნება ეს უფლება საქართველოში ადამიანებს ამერიკის შეერთებული შტატების და იმ ასე ვთქვათ ქვეყნების მომხმარებლებს ექნებათ, რომლებაც YouTube TV-ით და Direct TV-ს თიმით 2019 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 მარტამდე პერიოდში ისარგებლეს. საკმაოდ ბევრი იქნება ამ ადამიანების რაოდენობა. შესაბამისად 50 მილიონიანი კომპენსაცია ალბათ $1 შეიძლება. ხო, რაღაც ეგეთი იქნება. შეხვდეს ადამიანს და განაცხადების მიღება მაინც დაწყებულია. ბოლოვად არის 2026 წლის 8 სექტემბერი, ხოლო საბოლოო სასამართლო მოსმენა 2027 წლის 14 იანვარს გაიმართება, რომელიც პრინციპში ფორმალობა იქნება, თუ იქამდე რამე არ შეიცვალა. უბრალოდ 50 მილიონს გადარისხავს საკომპენსაციო ფონდში Disney და ადამიანები, ვინც დარეგისტრირდებიან, კუთვნილ თანხებს მიიღებენ. მოდი დავრჩეთ მედია ინდუსტრიაში, რადგანაც ძალიან დიდი რაღაც ხდება, მოკლედ ყველაზე დიდი მედია ჰოლდინგი, Comcast-ი აპირებს ორი შვილობილის გამოყოფას. ერთი ეს იქნება NBC Universal და მეორე ეს იქნება Sky. Sky ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრიტანული სპორტული მედია ჰოლდინგია, რომელიც იმყოფებოდა აქამდე Comcast-ის საკუთრებაში. ტელეარხები, ანუ NBC, Telemundo, NBC News-ი და Bravo იქნებიან ცალკე დალისტულები და აქეთ Universal Pictures-ი წამოვა კინოსტუდიის სახით. რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს და რატომ იქნება 9 კომპანია წარმოდგენილი ბირჟაზე, რომ ავუხსნათ მაყურებელს? მიზეზი არის ძალიან მარტივი. Comcast უნდა რომ რეალურად ინვესტორებს ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლებისგან. შეიძლება ინვესტორებს მოსწონდეს მაგალითად Universal Pictures-ი, მაგრამ დიდად გულზე არ ეხატებოდეს NBC. და ამ მიზეზის გამო უბრალოდ არ ჩადოს გული, რადგანაც NBC პოლიტიკური შინაარსის მედია, მაგალითად, აი ესეთი ახსნა შეიძლება მოუწოდოთ. ასევე კიდევ ერთი გამარტება ის არის, რომ ყველა ინვესტორს არ მოსწონს ასეთი პაკეტის ტიპის ინვესტიციები, ისინი მაგალითად უფრო დიდ პოტენციალს ხედავენ Sky-ში, რომელიც სპორტშია და სპორტში დიდი ფული ტრიალებს და შეიძლება ვერ ხედავენ დიდ პოტენციალს Telemundo-ში, რომელიც უფრო სერიალებზე არის კონცენტრირებული და მაგ ურჩევნია. ხო, ვიღაც სწავლა და Sky-ს იყიდის პირდაპირ, აღარ მოუწევს ყველაფრის ერთად ყიდვა და ამითი რეალურად ინვესტორები ჯამში უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ და თავად ჰოლდინგსაც მეტი შემოსავალი ექნება, რადგანაც უფრო მეტი გზა იქნება კაპიტალის დაბანებისათვის. ეს ამბავი ძალიან მოეწონათ ინვესტორებს იმდენად, რომ ამის გავრცელების დღესვე Comcast-ის აქციები გაიზარდა 4.5%-ით, დღემდე გრძელდება ეს აღმოსვლა და მოკლედ ბაზარი ამ ამბავს აფასებს ძალიან პოზიტიურად. ერთი აქ მინუსი შეიძლება ის იყოს, რომ Comcast-ის პოლიტიკური გავლენა შემცირდება შვილობილ კომპანიებზე, რადგანაც ყველა საცალკე საბჭოები და დირექტორები ეყურებოდა მათ შორის ინვესტორები, თუმცა ერთი კოლგის ქვეშ იქნება. მაგრამ მაინც იქნება ერთი კოლგის ქვეშ და ის ასე ვთქვათ შეგრძნება, რომ ეს არის ჰოლდინგის ნაწილი, რაღაც დონეზე მაინც აუცილებლად შენარჩუნდება. კი ბატონო, ტექნოლოგიური ინდუსტრია და ამერიკული გიგანტი Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი Dow Jones-ის ინდუსტრიულ ინდექსს შეუერთდა. როგორც გაირკვა, როგორც ირკვევა 30 წამყვანი ფირმის სიაში ტელეკომუნიკაციების სფეროში მომუშავე Verizon Communications ჩაანაცვლა და რეიტინგის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი გახდა, რაც ნამდვილად მოულოდნელი არ ყოფილა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ Google-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ინდექსში ეგრეთ წოდებული წყინვალე შვიდეულის წარმომადგენელი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა და ახლა მათ სიაში არის Alphabet-თან ერთად Nvidia, Amazon, Apple, Microsoft-ი.
რაც ესეთი სოლიდური სია ნებისმიერ ფორმატში სადმე წარსადგენად. ასევე ვთქვათ, რომ 130 წლიანი ისტორიის მქონე Dow Jones ინდუსტრიული საშუალო მაჩვენებელი ამერიკული ბაზრის განწყობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. და მასში ისეთი გავლენიანი ფირმები არიან წარმოდგენილი, როგორც არის Boeing, Coca-Cola, JP Morgan Chase, Maersk და ასე შემდეგ და მათ სიას ახლა Alphabet-იც შეუერთდა და ეს პირიქით Dow Jones-ისაც კარგია და თავად Google და Coca-Cola-ც არის სხვათა შორის ამ ინდექსში ძალიან დიდი ხანია. Coca-Cola-ზე დიდი ხანია ჩვენთანაც არის და ამასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წამში მოუყვები ამ ბლოგს. მოდი თან ეს გავხსნათ და თან ვთქვათ, რომ ზუსტად 33 წლის წინ 1993 წელს, როდესაც საქართველოში სიტყვები ბიზნეს გეგმა და ინვესტიცია უფრო სამეცნიერო ფანტასტიკას გავდა ვიდრე რეალობას, ქვეყანაში პირველი მასშტაბური ამერიკული ბრენდი Coca-Cola შემოვიდა. შესაბამისად დაფუძნდა Coca-Cola Bottlers Georgia. ეს არ იყო მხოლოდ ახალი სასმელის გამოჩენა, ეს იყო ნიშანი იმის იმ დროსაც, რომ პოსტსაბჭოთა ეკონომიკურად და პარალიზებულ ქვეყანას გლობალურ ბიზნეს რუკაზე თავისი ადგილის დამკვიდრება შეეძლო. კომპანიის განვითარების ისტორია კლასიკურ ბიზნეს ოდისეას გავს, დაწყებული თბილისის ერთი პატარა ქარხანაში ენერგოკრიზისის და სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე, დღემდე ნატახტარში მდებარე ულტრათანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე საწარმოო კომპლექსამდე. ამბობენ Coca-Cola-ს საიდუმლო ფორმულა მსოფლიოში მხოლოდ ორმა ადამიანმა იცისო, თუმცა ქართულმა წარმომადგენლობამ კიდევ ერთი ლოკალური საიდუმლო ამოხსნა, როგორ უნდა აწარმოო ამერიკული ხარისხი და ამერიკული ხარისხის პროდუქტი იქ, სადაც საწყის ეტაპზე შუქი და წყალიც კი გრაფიკით იყო. ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის Coca-Cola-ს ეფექტი მნიშვნელოვანი ზოგადად ეკონომიკისთვის. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით მსგავსი გლობალური გიგანტების არსებობა განვითარებად ბაზრებზე რამდენიმე ფუნდამენტურ ფუნქციას ასრულებს. მწვანე შუქი სხვა ინვესტორებისთვის, მაგალითად, როდესაც ისეთი კონსერვატული და რისკების მიმართ სენსიტიური კორპორაცია, როგორც Coca-Cola სათაო ოფისია, ქვეყანაში მუშაობის ნებართვას გასცემს, ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის და უცხოური ფონდებისთვის იმის მანიშნებელია, რომ რეგიონში კაპიტალის დაბანდება უსაფრთხოა. აქვე შემოდის ინფრასტრუქტურა და დასაქმების ეკოსისტემა. პირდაპირ ინვესტიციების მიღმა დგას ეგრეთ წოდებული მულტიპლიკატორის ეფექტი. კომპანიამ შექმნა არა მხოლოდ სამუშაო ადგილები უშუალო წარმოებაში, არამედ განავითარა ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვი, დისტრიბუცია, ლოგისტიკა, საცალო ვაჭრობის ქსელი და მარკეტინგული ინდუსტრია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კორპორაციული კულტურის ტრანსფორმაცია. დასავლურმა მოდელმა ქართულ ბაზარზე დაამკვიდრა გამჭვირვალობის, ფინანსური ანგარიშგებისა და მენეჯმენტის სრულიად ახალი სტანდარტები, რაც შემდგომში სხვა ქართული კომპანიებისთვისაც ნიმუშად იქცა. Coca-Cola Bottlers Georgia-ს 33 წლიანი ოპერირება ადასტურებს, რომ გრძელვადიანი ხედვა და სწორი მენეჯმენტი ნებისმიერ კრიზისულ გარემოს სტაბილურ ბიზნეს პლატფორმად აქცევს. გილოცავთ ამ თარიღს მით უმეტეს ადამიანებს, ვინც დღიდან დაარსებისა დღემდე მოყვებით ამ კომპანიას და დღეს ხართ Coca-Cola Bottlers Georgia-ს წევრები 33 წელი ქართულ ბაზარზე. ეს არის პერიოდი, როდესაც ბრენდმა მოახერხა და გამაგრილებელი სასმელი ქართული სუფრის, ახალი წლისა და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად აქცია, რაც თავისთავად უნიკალური მარკეტინგული მიღწევაა. საქმეის აღამო ამით დასრულებულია, მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.